ოდესმე დაფიქრებულ ხართ, როდესაც წონაში იკლებთ, სად მიდის დაკარგული ცხიმი. ენერგიად გარდაიქმნება, გუნდად იქცევა, თუ ვარჯიშის დროს უბრალოდ ოფს მიხვდება. სინამდვილეში წლების განმავლობაში ბევრ დიეტოლოგსა და ფიტნეს ინსტრუქტორსაც კი სწორედ ასე ეკონა. მაგრამ ფიზიკის კანონებს, კონკრეტულად კი მასის მუდმივობის კანონს ვერ მოვატყუეთ. მატერია უკვალოდ ვერ გაქრება. 2014 წელს British Medical ჟურნალში გამოქვეყნდა ავსტრალიელი მეცნიერების კვლევა, რომელმაც ზუსტი პასუხი გაგვცა. და ეს პასუხი ნამდვილად გაგაუწევთ. ჩვენ ცხიმს ძირითადად ამოვისუნთქავთ. დიახ. წონაში კლების დროს ჩვენი მთავარი გამომყოფი ორგანო არა კანი ან ნაწლავები, არამედ ფილტვებია. მოდით ახლა ეს ყველაფერი რიცხვებში ვნახოთ. ადამიანის ცხიმის მოლეკულა შედგება ნახშირბადის, წყალბადისა და ჟანგბადისგან. აი ეს სამი მთავარი. იმისთვის, რომ ის დაიშალოს, ჩვენი ორგანიზმი იყენებს ჩასუნთქულ ჟანგბადს. კვლევის მიხედვით, თუ თქვენ დაიკლებთ ზუსტად 10 კილოგრამს, 10 კილოგრამს ცხიმზეა საუბარი, აქედან 8.4 კილოგრამი, ანუ მთლიანი მასის 84% ჟანგვის შედეგად გარდაიქმნება ნახშირორჟანგად და მას უბრალოდ ამოვისუნთქავთ. დარჩენილი 1.6 კილოგრამი კი წყლად გარდაიქმნება და ორგანიზმიდან გამოდის შარდის, ოფლის ან თუნდაც ცრემლის სახით. ახლა ალბათ გაგიჟნებათ გენიალური იდეა, თუ ცხიმს ამოვისუნთქავ, მაშინ დავჯდები დივანზე და ძალიან სწრაფად ვისუნთქებ. და გავხდები. სამწუხაროდ მეგობრებო, ეს ასე არ მუშაობს. ფიზიკური დატვირთვის გარეშე სწრაფ სუნთქვამ შეიძლება მხოლოდ სისხლში ნახშირორჟანგის დონის მკვეთრი დაცემა და თავბრუხვევა გამოიწვიოს. იმისთვის, რომ სხეულმა ცხიმოვანი უჯრედებიდან ამ მარაგების გამოთავისუფლება და მათი დაშლა დაიწყოს, აუცილებელია კალორიული დეფიციტი. ანუ უნდა დახარჯოთ იმაზე მეტი ენერგია, ვიდრე საკვებიდან იღებთ. ვარჯიშის დროს ჩვენ იმიტომ ვსუნთქავთ სწრაფად და ღრმად, რომ ჩვენს ორგანიზმს სჭირდება გაცილებით მეტი ჟანგბადი ამ დაგროვილი ცხიმის დასაშლელად და წარმოქმნილი ნახშირორჟანგის მოსაშორებით. ასე რომ იმოძრავეთ მეტი, იკვებეთ სწორად და პირდაპირ გაგებით ამოისუნთქეთ 11 კილოგრამები. აუცილებლად გაუგზავნეთ ეს ვიდეო მეგობრებს, ვისაც დღემდე ეგონა, რომ ცხიმი მხოლოდ ოფლით ორთქლდებოდა. და თუ დამატებითი კითხვები გექნებათ ცხიმის კლებასთან, წონის მატებასთან ან ნებისმიერ ფიტნესთან დაკავშირებული საკითხებში, უბრალოდ დაწერეთ კომენტარებში, მჭირდება დახმარება და ვეცდები სათაოდ მოგწეროთ პირად ჩატყობინებებში.